იტალია ავსტრიის საზღვარზე, ალპებში, თასი მილაუნის მიდამოებში, 3200 მეტრის სიმაღლეზე მამაკაცის გაყინული სხეული იპოვეს. მალე მისი ასაკიც დაადგინეს. ეს იყო 5300 წლის სიმცხოვრები მონადირე, რომელსაც ედსი დაარქვეს. ედსი, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ შეისწავლეს და მას აღმოუჩინეს დაავადება, რომელიც აგერ უკვე 1000 წლეულებია ადამიანის თანმდევია. იგივე დაავადების ნიშნები აღმოაჩნდათ ეგვიპტურ მუმიებს. 3500 წლის წინანდელ ძველ ინდურ წიგნ რიგვედაში მას იაქშმას ეძახიან. მას იცნობდნენ ჩინეთში და ძველ საბერძნეთში. იგი კლავდა მეფეებს, პოეტებს, კომპოზიტორებს, მხატვრებს, მოგზაურებს, მეცნიერებს და უბრალო გლეხებს. იქ, სადაც იგი გაჩნდებოდა, ყველა სასიკვდილო რისკის ზონაში ხვდებოდა. მე-19 საუკუნეში ყოველი მე-7 სიკვდილის მიზეზი სწორედ ის იყო. იგი ედგარ პოს, შარლოტა ბრონტეს, ბაირონის, თომას მანის და მრავალი სხვა მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა. გავიხსენოთ შვილი ალექსანდრე დიუმას ქალი კამელიებით, რომელიც მისი შეყვარებულის ამ დაავადებით სიკვდილმა დააწერინა. და შემდეგ მის მოტივებზე გენიალურმა ვერდიმ გენიალური ტრავიატა შექმნა. ამ დაავადებამ იმსხვერპლა მსოფლიო ელექტროიმპერიის სიმენსის ერთ-ერთი დამაარსებლის მეუღლე და შვილი ბორჯომში, სადაც ისინი შველას ეძებდნენ. მას გაურბოდნენ და აბასთუმნის ტყეებს აფარებდნენ თავს რუსული საიმპერატორო სახლის საცოწარკვეთილი წარმომადგენლები. მას ხატავდნენ ცნობილი მხატვრები და ეს ნახატები ძლიერ ემოციებს იწვევდა მნახველში. მას თეთრ სიკვდილს, თეთრ ჭირს ეძახდნენ, იმიტომ რომ ავადმყოფს მიტკალივით თეთრი კანი უხდებოდა და ამ სითეთრეზე შემაძრწუნებლად გამოიყურებოდა ალისფრად ანთებული ლოყები. სიკვდილის კოცნის ანაბეჭდი. მხოლოდ მე-11 საუკუნის გენიალურმა სპარსმა მეცნიერმა აბუ ალი იბნ სინამ ახსნა მისი ნამდვილი გამოწვევი მიზეზი. და ეს მაშინ, როცა მიკროსკოპის გამოგონებამდე კიდევ 9 საუკუნე რჩებოდა. თავის ტრაქტატში განკურნების წიგნი იგი წერს, რომ ყვავილს, ქოლერას, შავჭირს და ამ დაავადებას თვალით უხილავი ცოცხალი ორგანიზმები იწვევენ. ისინი ავადმყოფებიდან ჯანმრთელებზე ლორწოს ან სიცხლის საშუალებით გადადიან. ევროპაში კი მე-19 საუკუნის ბოლომდე მის გამოწვევ მიზეზად ცუდ ჰაერს და წყალს ასახელებდნენ, სანამ 1882 წელს გერმანელმა მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა მიკროსკოპის საშუალებით ავადმყოფის ნახველში უცნაური ბაქტერიები არ აღმოაჩინა. მათ ახლა კოხის ჭხირებსაც უწოდებენ, მათი წაგრძელებული ფორმის გამო. ჩვენ ვისაუბრებთ დაავადებაზე, რომელიც მიუხედავად მედიცინის არნახული განვითარებისა დღესაც მილიონობით ადამიანს კლავს. ძალიან გამიგრძელდა შესავალი, ამიტომ საქმეზე გადავიდეთ. უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და ერთად გავიგებთ, თუ რას წარმოადგენს ეს დაავადება, რატომ არის იგი ასეთი ვერაგი, როგორ უნდა დავიცვათ მისგან თავი, ან როგორ უნდა ვიმკურნალოთ, არის თუ არა იგი დღეს სასიკვდილო განაჩენი და ვის უნდა მივმართოთ, თუ მასზე ეჭვი გაგვიჩნდა. მაგრამ სანამ დავიწყებდეთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, კომენტარის დაწერა და თუ მოგეწონებათ ვიდეო, მოწონების ღილაკზე თითის დაჭერა. და რადგან არხს კვლავ არ გამოუჩნდა სპონსორი, ყოველი თქვენს მიერ არხისთვის გაწეული დახმარება მე სტიმულს მაძლევს ახალი, საინტერესო და სასარგებლო ვიდეოებით გაგანებივროთ. აქვე უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ეხმარება არხს განვითარებაში. ახლა კი დავიწყოთ. გამარჯობა და დღეს ჩვენს მეცნიერთა კლუბში კვლავ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. ადამიანი, რომელიც რომ კარგად დავფიქრდე, შემეშინდება იმდენი ხანია, ჩემი მეგობარია, ნიკა მე მგონი ჩვენ უკვე 50 წელი შეგვისრულდება მალე მეგობრობის. და ამ მეგობრობის განმავლობაში იმდენი რამ გადაგვხდენია თავს, რომ ისინი ალბათ ცალკე რამდენიმე ვიდეოს თემა შეიძლება იყოს, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რა თემაზე ჩვენ მუშაობდი ბოლო ბევრი წელი. მე წინასწარ გავაკეთე პატარა ანონსი და უბრალოდ მე არ გამიმხელია ჩვენი მაყურებლებისთვის რაზე გვექნება საუბარი.
მე მინდა პირველ რიგში შენ ძალიან მოკლედ მოგვიყვე შენი აი სურხს უკან რა გაქვს რა ბარგით ხარ დღემდე მოსული რა გაგიკეთებია და მე უკვე გადავიდეთ იმ ძირითად თემაზე რაც ძალიან სერიოზულად მიმაჩნია მე მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ არის გათვითცნობიერებული და საშიშროების წინ დგას ყველა ჩვენგანი მიუხედავად იმისა რომ 21 საუკუნის აი ეგერ პირველი ნახევარი იწურება პირველი მეოთხედი იწურება გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმები შენ მოგესალმები ყველას ვინც ჩვენ გნახავს და გვიყურებს და ნუ თან მადლობა მინდა გითხრა ამ საშუალებისთვის რომ თქვათ ვისაუბრებ იმ თემაზე რომელიც მართლა ახლობელია ჩემთვის და რაც მეც საჭიროებოდ მიმაჩნია დღესაც მიუხედავად იმისა რომ 21 საუკუნეში ვართ მე ვარ ექიმი რომელსაც ძირითადი საბაზო განათლება მაქვს მიღებული საქართველოში თბილისში დამთავრებული მაქვს სამედიცინო ინსტიტუტი შემდეგ დაახლოებით 15 წლის მეტი კიდევ მანძილზე მუშაობდი ქირურგიაში რკინიგზის საავადმყოფოში და ეს სადღაც 90-იანი წლების მიწურულიდან გადავერთე უკვე ასე ვთქვათ ესეთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობაში და ეს პირველი შეხება ჩემი აი ამ ასე ვთქვათ ამ სფეროსთან იყო უცხოურ ორგანიზაციასთან ერთად რომელსაც ქვია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ამოვყავი თავი ციხეში ანუ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მაშინ 1998 წელს დაიწყო ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა ქართულ ციხეებში და მე ამოვჩნდი აი ამ დიდი და კარგი გუნდის ნაწილი რომელსაც სხვა შორის ძალიან წარმატებით იმუშავა და ბევრი კარგი საქმე გააკეთა. მას შემდეგ ნუ ბევრი ასე ვთქვათ დრო გავიდა და მეც რამდენჯერმე გამოუცვალე სამსახური, თუმცა თემა ერთი და იგივე რჩებოდა. მოყოლებული უკვე 2003 წლიდან გამოვედი ციხიდან და ასე ვთქვათ გავხდი USAID-ის მიერ იმპლემენტირებული პროგრამის ნაწილი საქართველოში მისი დირექტორი ვიყავი ამ პროგრამის დირექტორი რომელიც ასევე მიმართული იყო ტუბერკულოზთან ბრძოლაში ოღონდ უკვე სამოქალაქო საზოგადოებაში და არა პატიმრებში და 2011 წლიდან დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ უცხო ქვეყნებში მუშაობის პერიოდი ანუ გავედი ასე ვთქვათ ქვეყნის ფარგლებს გარედან და პირველი ჩემი სამუშაო იყო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციასთან ერთად მე ვიმუშავე უკრაინაში რამოდენიმე ხანი, შემდეგ ვიმუშავე თურქმენეთში, ვიმუშავე ყირგიზეთში. შემდეგ ამას მოყვა უკვე პერიოდი, როდესაც მე კონსულტანტი ვიყავი ამ ორგანიზაციის და ბევრ ქვეყანაში პოსტსაბჭოთა სივრცეში ძირითადად ასევე მუშაობდი ამ საკითხებზე და ბოლო 5 წელია ისევ დაუბრუნდი ასე ვთქვათ USAID-ის ფარქვეშ და ვიყავი უზბეკეთის ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მთავარი მრჩეველი ტექნიკურ საკითხებში. აი ეს არის მოკლედ ასე ვთქვათ ის ჩემი სამუშაო გამოცდილება და ბიოგრაფია, რასაც მე ასე ვთქვათ ბოლო აი ამ 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ვაკეთებდი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია მუშაობდე მხოლოდ ტუბერკულოზში და არ ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორც არის ჯანდაცვის სისტემები. ამიტომ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება მანდაც მაქვს, ისევე როგორც შიდსთან მუშაობისა, იმიტომ რომ ეს სფეროები ძალიან ახლოა ერთმანეთთან და ქვეყნებში სადაც ეს აქტუალურია, იქ შეუძლებელია პრაქტიკულად რომ არ კონდეს შეხება ამ საკითხებზე. ეს არის მოკლედ ასე ვთქვათ ჩემ შესახებ. ნიკა, გასაგებია. ხა შენ რაც ჩამოთვალე, ანუ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამხელა ყურადღებას აქცევენ ამ დაავადებას.
ეს დაავადება უკვე ჩვენ აქცევდნენ, ესე ვთქვათ. რატო წარსულში? ნუ როგორც ვიცით, ამერიკელებმა ძალიან მკვეთრად შეამცირეს ეს დახმარებები, USAID საერთოდ გააუქმეს და ეს ასე ვთქვათ, ტუბერკულოზის მიმართებაში რო ვთქვათ, თუნდაც ამერიკას ჰქონდა 24 ქვეყანა შერჩეული, რომელიც პრიორიტეტული იყო მისთვის და მართლაც ძალიან პრიორიტეტული ქვეყნები ტუბერკულოზის რაოდენობიდან გამომდინარე და იქ რეზისტენტური ტუბერკულოზის ფორმებიდან გამომდინარე და ძალიან სერიოზულ დახმარებას უწევდა ამ 24 ქვეყანას, ნუ ეს დახმარებები ძალიან სულთნად თუ არ შეცდა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მოცულობით შემცირდა. და ასევე, ასე ვთქვათ, სხვა დონორების მხრიდანაც არის პრობლემა, იმიტომ რომ ნუ როგორც ვიცით, მსოფლიო იცვლება, ხო? მსოფლიოს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პრიორიტეტები უჩნდება, ამიტომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, თანხები მიდის ახლა სხვა საკითხებზე, რომელიც ცოტა არ იყოს მოშორებულია ტუბერკულოზიდან და საერთოდ ჯანდაცვიდან, რაც ხიფაც ქმნის მომავალში. ამათემ დაავადებების განვითარებისა. ამაზე ცოტა ვიტყვით ალბათ. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ალბათ ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე ვიცით რა იწვევს ამ დაავადებას, რომელიც ფაქტიურად განუკურნებელ დაავადებად ითვლებოდა 1940-იან წლებამდე, სანამ პირველი ანტიბიოტიკები და სტრეპტომიცინი იყო, ამდენადაც მახსოვს ხო პირველი ანტიბიოტიკი იყო სტრეპტომიცინი, რომელიც უკვე ეფექტურად ებრძოდა ამ დაავადებას. ამდენი ხანია ჩვენ ამ დაავადებას ვიცნობთ. უკვე გვაქვს აი გაიდლაინებს რო ეძახიან უკვე 40-იანი წლებიდან როგორ უნდა უკურნალოთ რა. და მაინც ვერ-ვერევით, მაინც რაღაც პრობლემა არის და აი რატომ არის ასე? აი ვასკო ნამდვილად სწორია ყველაფერი ის რაც და კითხვაც სწორად არის დასმული. რატომ ამდენი ხანი და რა ხდება? მით უმეტეს რომ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ დაავადებას კაცობრიობა იცნობს ძალიან დიდი ხანია. ძველ ეგვიპტურ სამარხებში ნანახი ჩონჩხების ანალიზის შედეგად, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გაკეთდა, მათი ასე ვთქვათ, ნამდვილად დასაბუთდა დნმ-ის ანალიზი გაკეთდა. იმ ჩონჩხების და ნახეს რომ ეს იყო ტუბერკულოზი, იყო X სიკვდილის ან ავადმყოფობის მიზეზი. რითაც ძირითადად დასაბუთებენ, ეს არის ძვლის ტუბერკულოზის ფორმები, რომელიც ღებულობს მისთვის დამახასიათებელ ფორმასაც, რომელიც სხვა შორის ძველ ეგვიპტურ ხელოვნების ნიმუშებშიც არის აღმოჩენილი, ხატავდნენ ესეთ აი ხალხს, რომელსაც ჰქონდა ესეთი ასე ვთქვათ სპეციფიური ცვლილებები ხერხემალზე და ესეც ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთია, მაგრამ თვითონ ბუნება მიკობაქტერიისა, რომელიც მხოლოდ აი მე-19 საუკუნის ბოლოში აღმოაჩინა კოხმა ხომ ბუნება აი ამ მიკობაქტერიის არის ძალიან უცნაური და საინტერესო. ხა მიკობაქტერია საერთოდ ერთ-ერთი ისეთი ბაქტერიების ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც ცოტა ძნელად და რთულად ასე ვთქვათ ექვემდებარება ხოლმე ცვლილებებს, მაგრამ განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ტუბერკულოზის შემთხვევაში. იმიტომ რომ ის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად იკეთებს რაღაც გარკვეულ აი ეს ციხესიმაგრესავით იკეთებს აი ამ ასე ვთქვათ ბურთულებისაგან მას უკეთდება გარშემო სისხლის სხვადასხვა ელემენტებისაგან და იკეთება შიგნით ეს უკეთეს შემთხვევაში, როდესაც ხდება ასე ვთქვათ ინფიცირება. ის არ ყვდება, მაგრამ რჩება ორგანიზმში. როგორც კი დგება მისთვის ხელსაყრელი პირობები, ის იწყებს გამოსვლას და უკვე ვითარდება დაავადება. ეს შეიძლება სხვადასხვა გარემოში და სხვადასხვა ვითარებაში მოხდეს. მეორე მომენტი თვითონ ეს არის ახლა ვიცით ეს რომ ტუბერკულოზი არის აერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადება, რომ ეს არის ძირითადად გადაეცემა ხველების, ცემინების, ხომ, აი ესეთ ლორწოს გაცვლის და ის დროს, ხომ, მაგრამ ეხლა რა ხდება ამ შემთხვევაში? განსხვავებით სხვა დაავადებებისაგან, მაგალითად აი სეზონური გრიპებისაგან, როდესაც ეს ასე ვთქვათ ნაწილაკები, რომელიც გამოიყოფა ვერ მიდის შორს და ისინი
დაახლოებით 1 მეტრის მანძილზე, ან მეტრანახევრის მანძილზე ილექება ძირს, ანუ თუ მოცილდები მაგ მანძილზე გრიპიან ადამიანს, შენ პრაქტიკულად არ გემუქრება, რომ რაღაცით დაავადდე. ხო 1-2 მეტრის მანძილზე რო გიხარ. ტუბერკულოზის შემთხვევაში ესე არ არის. ძალიან უცნაური ბუნება აქვს ამ მიკობაქტერიებს, ისინი შეწონილ მდგომარეობაში ჰაერში შეიძლება დარჩნენ დღეების კი არა, კვირების განმავლობაში. თუ ეს ოთახი არ ნიავდება კარგად, თუ ეს ოთახი არ ყვება, ასე ვთქვათ, ბზის სხივების ქვეშ, რომელიც ძალიან კარგად თვალსაზრისით რომ ანადგურებს ამ მიკობაქტერიებს, ხო, თუ ეს არ არის, ამას შეუძლია დარჩეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე და იყოს შეწონილ მდგომარეობაში და გადაადგილდეს ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში გადავიდეს და ასე შემდეგ. შესაბამის რისკებს ზდის, ხო? აქედან გამომდინარე უკვე უფრო კარგად გასაგები ხდება, რატომ არიან ყველაზე, ასე ვთქვათ, მოწყვლადი ის პირები, ვინც ახლოს ცხოვრობენ ტუბერკულოზით დაავადებულთან, ანუ ვინც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, ოჯახის წევრები, ხო, ვინც სამსახურში რეგულარულად შეიძლება გვერდზე გეჯდეს ესეთი ადამიანი, ხო, რეგულარულად გაქვს მასთან ურთიერთობა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რაც უფრო პირობები, ასე ვთქვათ, ეს საცხოვრებელი თუ სამუშაო პირობები, რაც უფრო ნაკლებად, ასე ვთქვათ, ვენტილირებული, ნაკლებად განათებული მზისხივების, ნაკლებად თუნდაც ვთქვათ, გაწმენდილი და დაალაგებული, მით მეტია შანსი, რომ ესეთი შენ ასე ვთქვათ, მოხდე იმათ შორის, ვინც დაინფიცირდება ამ მიკობაქტერიით. და აქვე მოდის ეგრევე, ასე ვთქვათ, მომენტი იმისა, რატომ არის ციხეებში ესეთი პრობლემატური, იმიტომ რომ ყველაფერს ემატება პლუს ეს სიმჭიდროვე, ემატება არც მაინდა-მაინც კარგი პირობები, რომ როგორც ქვეყნები განსხვავდება თავის ეკონომიური მდგომარეობით, ისე ციხეები ცხადია, არის ციხეები, ვთქვათ, შვედეთში და დანიაში და არის ციხეები, ვთქვათ, სადღაც და სადღაც ისეთი, რომელიც სპეციალურად ხდება იქ ხალხი. ხო, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობებში აყენებს, ასე ვთქვათ, ხალხს. კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც აქვე უნდა ვთქვათ, აუცილებლად ეს მიგრანტები არიან, ვინც ხდებიან ასევე აი ამ რისკ ჯგუფში. რატომ მიგრანტები? იმიტომ რომ ძირითადად ეს მიგრანტები ეს არიან მეგულსოფ იმიგრანტებს, რომლებიც სამუშაო საშუალებლად რაღაც სეზონურად ვთქვათ, მიდიან სადღაც, ну შეიძლება არ სეზონში შეიძლება გაჩერდეს 1 წელი, 2 წელი. როგორც წესი, ამ მიგრანტების უმრავლესობა არალეგალები არიან ხოლმე. ამ არალეგალურ პირობებში მყოფ მიგრანტებს ერთი საცხოვრებელი პირობად გაჭირვებული ხალხია. ისევე ცხოვრობენ დაახლოებით როგორც ციხეებში და შეიძლება უარესათაც კიდევ. და გარდა ამისა, ის პირობები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს თავის, ასე ვთქვათ, მოქალაქეებს, შეიძლება არ შესთავაზოს ამ მიგრანტებს. ამიტომ მათ ყოველთვის უჭირთ ხოლმე ხელმისაწვდომობა დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე არ არის. გარდა იმისა, რომ ერთი იმალებიან ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ეკონომიურადაც, ასე ვთქვათ, ვერ არიან ფლად გამართულები, რომ წავიდნენ და კერძოდ იმუშავა. ამიტომ ეს ყველაფერი ესეთი გასათვალისწინებელია, რომ ეს იმ ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც სოციალური პირობები დაბალია და რისკიც იქ უფრო მეტი არის იქიდან ჩამოტანის, ვთქვათ. ჩამოტანის, რა თქმა უნდა და თავისივე ისინიც როგორც წესი ისევ თავის კომუნებს ქმნიან ეს მიგრანტები, ხო? ისევ თავის ქვეყნიდან 10-15 ადამიანი ერთ ოთახში ცხოვრობს ხოლმე და თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ აი ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც დიდია ეს ვთქვათ, სამუშაოს მაძებარი მიგრანტების რაოდენობა, ხო? ამ ქვეყნებში, თავის ქვეყნებში ეს ტუბერკულოზის მკურნალობის საკითხები მეტნაკლებად მოგვარებულია. ანუ თავის ქვეყანაში აი პოსტსაბჭოთა აღარ ლაპარაკობ ბალტიისპირეთი, რომელიც ძალიან წინ არის. მაგრამ დანარჩენი ქვეყნები საქართველოს ჩათვლით იმდენი აქვს ნამუშევარი უკვე ამ დონორებს და იმდენი აქვს გაკეთებული ჯანმოს, USAID-ს, Global Funds, რომ სისტემები აგებულია. შეიძლება იდეალური არ არის, ყველგან რაღაცა ასე ვთქვათ, მისეჭერია, მოსეჭერია, დასამატებელია, მაგრამ სისტემა არის ადგილზე და წამლები არის და შეუძლიათ რომ მივიდნენ. ასე რომ ესეც უნდა აღინიშნოს და ესეც ძალიან დიდი დამსახურებაა დონორებისა, რომელიც ამ მთელი ამ ხნის მანძილზე მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხოხმა ეს აღმოაჩინა სადღაც 19 საუკუნის მიწურულს ლამის მეოცეს დასაწყისში,
ძალიან კარგად აღწერა იბსინამ. ძალიან ზუსტად თქვა ყველაფერი ის, რომ სავარაუდოდ თქვა, რომ ეს არის გამოწვეული უხილავი მიკროორგანიზმებით, რომელსაც ჩვეულებრივი თვალით ვერ ხედავ და გადადის ერთი დაავადებული ადამიანიდან მეორეზე. მაშინ როცა ევროპაში ეს ყველაფერი იყო ცუდი ჰაერის და ცუდი წყლის. ესე იგი, აბსოლუტურად ხო გეუბნები, სრულად ზუსტად არის აღწერილი. უბრალოდ ვერ ამტკიცებს ახლა ეს ადამიანი მაშინ, იმიტომ რომ მიკროსკოპი არ არის, ის არ არის და არაფერი. იდეალურად არის ნათქვა. და შენ იფსინას სამშობლოში მუშაობდი? მე იფსინას სამშობლოში იმუშავია. იფსინას სამშობლოში მიმუშავია. და სურათიც ამბობ გადაღებული მის ასე ვთქვათ ძებთან ერთად. ძველ ებრაულ წყაროებშია მოხსენიებული როგორც შაჩეფეს, აი ესეთი იმითი რაც გახმობას და დაჭმობას ნიშნავს. ჩინურ ენაშიც არის ნახსენები ჰუაიფუ ესეთი სახელწოდებით, რაც იქ გასაოცრად ესე იგი დანგრეულ სასახლეს გულისხმობს. ნუ რუსულად ვიცით როგორც იყო ხო ჩიხოთკას ეძახდნენ, ეს მოდის აი სიტყვიდან ჩახნით, ხო, რაც ნიშნავს აი გახდომას, დაუძღურებას, დაჭკნობას, ხო, აი ესეთი ევროპაში უკვე მოყოლებული, ნუ ხმარობდნენ ამის შესაბამისად, იგივე კონსამპშენს ეძახდნენ, კონსამპშენ მოხმარებაა, ხო, მაგრამ აქ იგულისხმებოდა ზუსტად ის, რომ აი განლეულია, დალეულია ორგანიზმი, ხო, ან კონსამპშენით მოიხსენებოდა კარგა ხნის მანძილზე ესა. და ნუ ჩვენ ქართველებიც არ ჩამოვრჩით და ასე ვთქვათ ჭლექი. მე ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ მესმოდა სიტყვა ჭლექის მნიშვნელობა. ახლა არ მესმის აი მითხარ. ხო, საიდან აი რას ნიშნავს ჭლექი, დიალექტია რაღაცა ან რაღაცა ეგეთი ხო რა. აღმოჩნდა რომ ეს არის სიტყვა მჭლედან მოდის. ეს არის სიმჭლის სენი. ანუ უქონობის სენი. კაც რომელსაც ქონი არ ქონდა. ხო, ქართულადაც საინტერესო მომენტია, ხო, ეს ასე ვთქვა, ჭლექი ეს. ის რო კიდე თეთრ სიკვდილს ეძახდნენ, იმიტომ რომ ფერკმთალისაც ეძახდნენ. ფერკმთალი ხდებოდა ადამიანი ეს. თეთრ სიკვდილსაც ეძახდნენ. წითელი ლოყები თითქოს რაღაც სიკვდილის უვარდის ფრდებოდა და რაღაცა საერთოდ საინტერესო რაღაცა ხდება, ესე იგი, როდესაც მე-19 საუკუნიდან როდესაც ხდება ურბანიზაციის ეპოქა არის და ინდუსტრიალიზაცია მიდის. ხომ, შესაბამისად ამ ტუბერკულოზის რაოდენობა დიდ ქალაქებში კატასტროფულ რაოდენობას აღწევს. აი რაღაცა დაახლოებით შეფასებით ისეთი ქვეყნებში და ისეთ ქალაქებში როგორც აი ლონდონია, ბერლინია, ხო, პარიზი და რა 100,000 მოსახლეზე აჭარბებს 700-800 შემთხვევას, რაც ძალიან მაღალი ციფრებია. ხო და აქ უკვე ხვდებიან ესე იგი რომ ეს თავიდან ეს იცვლებოდა რომ ეს არის დაავადება რომელიც ასე ვთქვათ უქონლებს და შეჭრებულ ხალხს ავადებს. მერე უკვე ხვდებიან როდესაც გარშემო ამდენი ხალხი ავადდება და ისა მიდის ამის რომანტიზება. ხო. აი ამ დაავადების რომანტიზება მიდის და აქ ნუ არის მთელი რიგი ისინი აღწერილი. ხა ედგარ პოს მაგალითად მთელი უამრავი ხალხი იყო რომელიც დაავადებული იყო ამის მაგალითად შოპენი ხო ჟორჟტაუნს რომელსაც უყვარდა აი ეთაყვანებოდა და განსაკუთრებით მის ამ ფერფთალობას და იმას აღნიშნავდა. სხვა შორის ჟორჟ სანდი და შოპენი ერთ-ერთ ადგილას როდესაც იყოფებოდნენ იქიდან ისინი მათ მოსთხოვეს რომ დაეტოვებინათ იმიტომ რომ ეშინოდა თან დაავადების. ესეც კი იყო ასე ვთქვათ მომენტი. ბაირონს აქვს ნათქვამი რომელიც თვითონ არ იყო დაავადებული. თუ ავირჩევდი რომ მოკვდე თეთრი სიკვდილით ხო და რატო რო კითხავ ის მეგობრებო კაცო რას ლაპარაკობ რო დავიწყებდი ეს ქალები ლაპარაკებდნენ რომ რა ლამაზად ხდება ეს ოხერი რა ლამაზად იყო კიდე. ხო. დიკენსა გადასარევად აღწერილი ასე ვთქვათ ეს რომანტიზების მომენტი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია რა. იმიტომ ხომ არა რომ ეს პრინციპში უკვე სასიკვდილო განაჩენი იყო თითქმის ყოველთვის არა? იცი რა, ესეთი სასიკვდილო განაჩენი არ იყო პრინციპში, იმიტომ რომ სანატორიუმებმა
სანატორიუმებში ყოფნა ამ ხალხის და იმას თავისი რაღაცა შედეგებს იძლეოდა. უმრავლესობა კვდებოდა, მაგრამ იყო ხალხი, ვინც გადარჩებოდა ამას და გადაიტანდა. ანუ ეს არ იყო განაჩენი, რომ 100%-იანი მოკვდებოდა. დაახლოებით 15-20% ადამიანებისა რჩებოდა. აი ამ ასე ვთქვათ, სანატორიუმში კარგი ჰაერით, კვებით და ასე შემდეგ. სიტუაცია და გარემო, ორგანიზმი ერეოდა. ეს ხო ჩვეულებრივი ბუნებრივი ამბავია, ხო? ერთი ორგანიზმი მეორეს ებრძვის, ორი ცოცხალი ორგანიზმია, მიკობაქტერიის და ადამიანის. ხან ერთი ამარცხებს, ხან მეორე ამარცხებს. აი რაღაც შემთხვევაში ყოველგვარი სპეციალური წამლის, არდი ტუბერკულოზური წამლების გარეშეც კი, ასე ვთქვათ, ხდებოდა ამის დამარცხება და ეს ეხლაც არის. უბრალოდ ძნელია ეხლა გამოხშირო და თქვა ის რაოდენობა ხალხისა, ვინც უწამლოდ ხდება, იმიტომ რომ მიდგომა არის დღეს, რომ მაქსიმალურად ყველას მიეწოდოს, ასე ვთქვათ, წამალი და თან შესაბამისი წამალი. ყველაზე საინტერესო და ისეთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რაზეც შენ საუბრობდი, რომ ადამიანი შეიძლება მოერიოს, არის ის, რომ ჩვენთან აბასთუმანში ჯერ კიდევ რომანოვებმა აღმოაჩინეს ფაქტიურად ოაზისი, სუბსაჰარის ფიჭვნარის, რომ ფაქტიურად აქ საბჭოთა კავშირის დაშლამდე რომანოვებიდან მოყოლებული იყო ტუბდისპანსერები, რომლებიც საკმაოდ წარმატებით მუშაობდნენ, როგორც მე ვიცი. საბჭოთა კავშირი იყო ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა ეს ვერტიკალური სტრუქტურა აი ამ ტუბერკულოზთან საბრძოლო. და ერქვა მას ფტიზიატრია. ხო. ეს ფტიზიატრია ისე ბერძნული სიტყვაა და ფტიზის იგივე იმას ნიშნავს აი ჩიხოტკას და ჭლექს და რა ხო აი ეგეთი იმის კურნალობა აი აქედან მოდის ფტიზიატრი მექიმიც იყო ფტიზიატრი ფტიზიატრი ექიმები ჩვენთან რაღაც ფტიზიატრს პოსტსაბჭოთა სივრცეში ტუბერკულოზის ექიმებს ერქვა ფტიზიატრები და ეხაც ეგრე ქვია ფტიზიატრიული სამსახური ქვია და არ ეს იდგა ცალკე ვერტიკალად და რჩება ჯერ კიდე ცალკე ვერტიკალად რასაც თავისი პლუსებიც აქვს და ნუ ცოტა მინუსებიც აქვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ დროს როდესაც ჩვენ 90-იან წლებში შემოგვიტია ისევ ახლიდან ამ ეპიდემიამ და სერიოზულად შემოგვიტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს ეს ვერტიკალი აღმოჩნდა რომ საჭირო და კარგია და ამ ვერტიკალზე დაყრდნობით ბევრი რაღაცა ისეთი გაკეთდა რაც სხვა ქვეყნებში ძნელად თუ კეთდებოდა ხო როდესაც სისტემები არ იყო თავის ადგილზე და აქ კიდევ გაკეთდა ნუ ეხლა სხვა ეტაპია დამდგარი ასე ვთქვათ როდესაც საჭიროა რომ ეს ახლიდან იქნას მოფიქრებული რანაირად მიუძღვნენ როგორ და როგორ იმართოს ტუბერკულოზი ხა ადრე მაგალითად იყო ძალიან კონცენტრირებული ყურადღება იმაზე რომ ავადმყოფები უნდა დაეწვინათ საავადმყოფოში აუცილებლად დღევანდელი მიდგომები და დღევანდელი ცოდნა გვეუბნება რომ გაიტანეთ რაც შეიძლება მეტი გარეთ საავადმყოფოს გარეთ ეს ტუბერკულოზი და იმას თავისი მიზეზი აქვს. თუ შენ რეზისტენტული ტუბერკულოზზე გვექნება ჩვენ კიდე ლაპარაკი, მაგრამ თუ შენ არა გაქვს სათანადოდ გაკეთებული ეს ინფექციის კონტროლი, აი ამ დაწესებულებებში, სადაც ავადმყოფებს თავს უყრი და აჭერებ ერთად. ხო? თუ ეს არა გაქვს სათანადოდ დონეზე გაკეთებული, შენ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი ან ნაკლებად ასე ვთქვათ, სერიოზული ფორმით დაავადებული ადამიანი დააწვინო და გამოიყვანო იქიდან მულტირეზისტენტული ფორმით დაავადებული. ანუ შეიძლება უარესი გააკეთო. ხო. თუ ეს არ ეს სისტემები, აი ეს იდეალური სისტემები აგივე ინფექციის კონტროლისა უძვირესია. ძალიან ძვირი. ამის მოხერხება და გაკეთება ძალიან ძნელია. ეს ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი კვლევებმა დაადასტურა ერთი მარტივი რამ. რისთვის ვაწვენთ ჩვენ საავადმყოფოში? ვაწვენთ იმისთვის ძირითადად რომ იზოლაცია გაუკეთოთ ამ ადამიანს სანამ ის ასე ვთქვათ ბაქტერია გამომყოფია. გაუკეთოთ იზოლაცია, რომ მოვაშოროთ თავის სახლიდან, თავის გარემოდან და ასე ვთქვათ, რომ არ გადასდოს ეს დაავადება. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი სანამ ჩვენამდე მოვა, ვინც დასასნეულებელი ყავდა, უკვე დასნებული. შესაბამისად, შენი, ну 90%-ში მოდი ესე ვთქვათ, თუ მეტი არა. ამ დროს როდესაც შენ იწყებ ავადმყოფის კურნალობას, ბაქტერია გამომყოფი ავადმყოფის კურნალობას, ის დაახლოებით 10 დღეში, 2 კვირაში ბაქტერია გამომყოფი აღარ არის. შენ შეიძლება თვეები უმკურნალო, შეიძლება კი არა, უნდა უმკურნალო, რომ საბოლოოდ მოარჩინო. მაგრამ ის რაც თავარია, გადამდები აღარ არის ამ დაავადების სხვისთვის. რამდენი ჭირდება, იმიტომ რომ მე რაღაც ისტორია უნდა მოხდეს. დაახლოებით 2 კვირა.
დაახლოებით 2 კვირა მკურნალობისა შენ გაძლევს იმას, რომ ეს ავადმყოფი გადამდები აღარ არის. ასე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს აუცილებელი მომენტია, რომ უნდა ყველას არ არის აუცილებელი მომენტი. არსებობს ასევე კვლევები, რომლებიც ნახეს, აი ავადმყოფები, რომლებიც სულ ყველა გაუშვეს პირველი დღიდან ამბულატორიულ მკურნალობაზე და რომლებიც დააწვინეს. უმკურნალეს ნახეს შედეგები იქ უკეთესი იყო გარეთ ვინც იყვნენ. იმიტომ რომ ეს აი ეს ავადმყოფოში იზოლაცია და ეს კიდე სტრესულია. სტრესია, რომელიც იმუნურ სისტემას გიძებს. ეს აქ ემაინც სახშია თავისთან არის, თავის ამასაც აქვს მნიშვნელობა. ხო, იმუნური სისტემაც უფრო კარგად მუშაობს, რას ვთქვათ, პასუხიც გასათვალისწინებელია ამ დროს, კი. ხო, აი რა. მაგინანა. ხო, რა რისი კითხვა არა, ისტორია მინდოდა მომეყოლა, რომელიც მე გადამხვდა პირადად 6 თვის წინ ზუსტად თავს. დავახველე და სისხლი ამოყვა ნახველს და საკმაოდ ბევრი მე მეორეჯერ დავახველე და კიდე ამოყვა და ნუ მოკლედ რა თქმა უნდა წავედი საავადმყოფოში აქ ეხლა ჩაეწერო აქ შეიძლება 3 თვის მერე მოგიწიოს სახლის ექიმთან მისვლა და როცა ასეთი გამოვალ მდგომარეობა მიდიხარ საავადმყოფოში მომენტალურად ესე იგი გამიკეთეს იზოლაცია რომ გაიგეს მე ხარ დამაწერინეს ეგ რომ საქართველოსდან ვარ ანუ არა ვარ გერმანიიდან ნუ მართალია 7 წელი აქვს ვარ მაგრამ მაინც საქართველოსდან ვარ მომათავსეს სრულიად იზოლირებულ პალატაში სადაც შემოდიოდნენ კოსმონავტის ფორმების ჩათვლილი და ხო ჭლექზე იყო ნუ ორი ვარიანტი იყო ან იყო ჭლექი ან იყო სიმსივნე ფილტვის და უკვე სისხლდენი და დასჭირდათ ესე იგი მე არ ვიცი ეს იყო ამათი მოუქნელობის ამბავი თუ რა დაახლოებით 7 თუ 8 დღე მე ვიყავი აი ესეთ მდგომარეობაში ვძნობდი უკვე თავს გადასარევად არც მოხველებდა მით უმეტეს მოწევასაც დავარდნე თავი და თლათ უკეთესად გავხდი და 7 დღის თავზე მესამე ანალიზის აღების შემდეგ მითხრეს რომ არაფერი არ გჭირს უბრალოდ კაპილარი იყო გამსხდარი და იმიტომ ჩაძვრენ 3-ჯერ თუ 4-ჯერ და ამის ბრალი იყო ესე იგი არაფერი ისეთი მაგრამ აი ამდენი ხანი დასჭირდათ აი თითქმის 7 დღე რომ აი ეს დაედგინათ ეხლა ამდენი ხანი სჭირდება თუ არის რაღაც PCR ტესტები არსებობს რომელიც უფრო სწრაფად აკეთებს ამის იმას მე იქ ვიწექი მხოლოდ იმიტომ რომ ამათ ეშინოდათ რომ მე ვარ ჭლექიანი და გავიტანდი გარეთ ამ ჭლექს ეს არის აი უცნაურია ხომ ასე ვთქვათ შენ მოხდი ერთ-ერთ ნუ ეკონომიურად მაღალგანვითარებადია ჯანდაცვა მაღალ დონეზე აქვს და ასე შემდეგ ითვლება მაგრამ მიუხედავად ამისა ეგ ხალხი აი თვითონ ეგ სისტემა არ არის ტუბერკულოზზე მორგებული ამიტომ მათ დაჭირდათ იმაზე ბევრად მეტი დრო ვიდრე ვთქვათ მაგას გააკეთებდი ან საქართველოში ან უზბეკეთში ან რა ვიცი მე ხო უკრაინაში ან სადმე ნამდვილად იმიტომ რომ აი ეს PCR ტესტები არის ну პირდაპირ მოწოდება ასე ვთქვათ ჯანდაცვის ორგანიზაციას რომ ყველა აი ამ სწრაფი ტესტებით უნდა გაიზომოს და გაისინჯოს და ეს სწრაფი ტესტები ზუსტად იძლევა პასუხს დაახლოებით საათნახევარში 2 საათში შენ პასუხი გაქვს უკვე და გარდა იმისა რომ პასუხი გაქვს ტუბერკულოზი გაქვს თუ არა პასუხი გაქვს იმისა რეზისტენტული ხარ თუ არა რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შენ თუ რეზისტენტული ხარ და შენ გიწყებენ პირველი რიგის პრეპარატებით მკურნალობას მაშინ ჩათვალე რომ ეს არის წყალში გადაყრილი დრო ანუ ხო ნიკა მე დამავიწყდა მე თქვა მას მევდნენ საკმაოდ ძლიერ ანტიბიოტიკებს პარალელურად ანუ თავს ის არ იქნებოდა ანტიტუბერკულოზური პრეპარატები ის იქნებოდა ზოგადი ანტიბიოტიკები რომელიც ასე ვთქვათ ინიშნება ესეთ დროს იმას შეიძლება დანიშნონ და თან უყურონ ვთქვათ ავადმყოფი როგორ რეაგირებს ამაზე მაგრამ არავითარ შემთხვევაში ანტიტუბერკულოზურს არ დაგინიშნავენ სანამ ამ ანალიზს არ გააკეთებენ ასე რომ აი ესეთი ასე ვთქვათ უცნაურობებით შეიძლება შეგვხვდეს სისტემასთან მიმართებაში. ხო, რა ეხლა რეზისტენტობა რამდენჯერმე ვახსენეთ და ალბათ ცოტა მეტი უნდა ვთქვათ. ხო, ეხლა ეს რეზისტენტობა ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც მუტაციას განიცდის. ვთქვათ, მიკობაქტერია
ისევ ისტორიაში რო ჩავიდეთ და ვთქვათ, აი პირველი წამალი როგორც შენ უკვე ახსენე ეს იყო სტრეპტომიცინი, რომელიც 40-იან წლებში იყო, მერე იზონიაზიდი წამოეწია, რომელიც მაგაზე ადრე იყო, მაგრამ არ იყენებდნენ, ასე ვთქვათ, ტუბერკულოზში სამკურნალოდ იზონიაზიდი სადღაც 60-იანი წლებიდან უკვე რიფამპიცინი წამოდა, რიფამპიცინი დღემდე ითვლება ყველაზე მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვანი წამლად და ნუ მერე ეს პირაზინამიდი, ეტამბუტოლი მოყვა, ასე ვთქვათ, ეს არის ეს პირველი რიგის პრეპარატები, რომლითაც ძირითადად მკურნალობენ ტუბერკულოზიან ავადმყოფებს, რომლებიც არიან მძნობიარე აი რიფამპიცინის და იზონიაზიდის მიმართ. აი ამ მძნობიარობის ფონზე ინიშნება აი ეს მკურნალობა და ნუ გაძლევს, ასე ვთქვათ, თუ შენ არ მკურნალობ ამას კომპლექსურად და იწყებ რომელიმე ერთი პრეპარატი, თან თუნდაც ორით, შენ გინვითარდება რეზისტენტობა. აი ეს აქვს, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და ამას მხოლოდ 70-იანი წლების დროს მიხვდნენ, რომ საჭირო იყო კომპლექსურად ყველა წამლების ყველა მხრიდან შეტევა. მიეღოთ ხო? ნუ მიეღოთ ის შედეგი, ასე ვთქვათ, რაც საჭირო იყო, ხო? აქ არის ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკული პრეპარატები ეს რაც მე ჩამოვთვალე, ზოგი არის ბაქტერიოციდული, ზოგი ბაქტერიოსტატიკული. ნუ ეს რას ნიშნავს, რომ რაღაც ნაწილი მათზე მოქმედებს, ანადგურებს ამ ბაქტერიებს უკვე არსებულს, მეორე არაძლევს მათ საშუალებას გამრავლდნენ. ასე ვთქვათ, აი ეს სტატიკები უფრო ბოჭავენ იმ ნაწილში ვარ გამრავლდნენ და ბაქტერიოციდულები, ნუ ასე ვთქვათ, ანადგურებენ, კლავენ მათ რას საჭიროა. ხო, ანუ ეს რამდენიმე მხრიდან ხდება შეტევა, რომ სადღაც არ გაუძურეთ ეს მტერი. კი, ხო. ეხლა მკურნალობასთან დაკავშირებით და ისევ რეზისტენტობასთან დაკავშირებით არის ლაპარაკი საჭირო. აი 90-იან წლებში ჯანმოს მიერ შეთავაზებული სტრატეგია, DOT სტრატეგია იყო ეგეთი, რაც იშიფრებოდა როგორც directly observed treatment short course. ესეთი directly ესეთი ისე რომ ეს უნდა ყოფილიყო უშუალოდ, ასე ვთქვათ, მეთვალყურეობის ქვეშ. რაც საკმაოდ ძნელად შესასრულებელია, ხო, როდესაც თვეების მანძილზე უნდა უმკურნალო კაცს და ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ვიძახით, რომ ამბულატორიულად უმკურნალი, ნუ რანაირად ეს კაცი უნდა მოვიდეს, ყოველდღე წავიდეს ასე შენ, რთული შესასრულებელია. მაგრამ ეს აუცილებელი პირობაც რეალობამ მოიტანა. ჩატარებული კვლევებია, ჩატარებული ძალიან საინტერესო და ეს არ არის ტუბერკულოზი ჩატარებული, მაგრამ ზოგადი ჩატარებული მკურნალობა. როდესაც ავადმყოფს აძლევენ თავის დანიშნულებას, ხო, აი დაუწერენ თქვა წამლები, რაღაცა 2-3 წამალი დაუწერენ და ეწყე ეს დილას მიიღე, ეს საღამოს მიიღე, ეს რაღაც. შუა დღესაც ეს 3 ჯერ, 2 ჯერ ასე შემდეგ და როგორც საჭირო წესდები. დაახლოებით 30% არასრულებს ამ დანიშნულებას. როგორც წესი, ანუ და ძალიან მალე მიატოვებს და არ ღებულობს ამ წამლებს. მიუხედავად თავისი, ასე ვთქვათ, ავადმყოფობისა. აი მათ შორის კიდე ვინც ასრულებს, კიდე დაახლოებით 30% ისე არ აკეთებს, როგორც შეეუნები ამას. აი ესე მიტოვებული, ასე ვთქვათ, სისტემიდან გარეთ გამოგდებული, მიცემული და გამოგდებული, არა, ამიტომ ჭირდება ეს მონიტორინგი, ჭირდება ეს აი ეს კიდევ არის პირდაპირ გზა ტუბერკულოზის შემთხვევაში, არის პირდაპირ გზა რეზისტენტობა. შენ არასრულად ღებულობ წამლებს. აქტიურად 60% ქმნის ახალ ბაქტერიას, რომელიც უძლებს ყველაფერს, ხო? აბარა, რა თქმა უნდა. ერთი საინტერესო ის იყო, ასე ვთქვათ, მოდელირება, ეს გამოიყენებოდა ხოლმე, როდესაც ტუბერკულოზზე საუბრობდნენ თავის დროზე, აი რომ წარმოედგინო 4 ავადმყოფი, რომელიც ტუბერკულოზით არის დაავადებული და ნუ რო გადაასახლო, რომ მოდელირება რო შექმნას, ალბათ კუნძულზე დაასახლო, საჭმელი სასმელი არ მოაკლო, მაგრამ წამალი არ მისცე არაფერი. და 1 წლის მერე რო დაბრუნდე. რა დაგვხდება? დაგვხდება ეს 2 ცოცხალი აღარ იქნება. ერთი შეიძლება მორჩენილი იყოს, საერთოდ ჯანმრთელი იყოს. და ნუ ერთი აი რაღაცა ძალიან დასუსტებული კიდე რო ებრძვის, რომელიც ნუ მაშინვე თუ არა კიდე 1 წელიწადში ალბათ ასევე მოხდება. აი ეს არის სურათი, როდესაც არაფერი არ არის. ეხლა მეორე შემთხვევა. იგივე ეს 4 ადამიანი ტუბერკულოზით დაავადებული და სულ ყველა პირობა შეუქმნელი და მიეცი წამლები, ოღონდ არ მისცე არანაირი, ასე ვთქვათ, ინსტრუქცია, ხო? უბრალოდ მიეცი წამლები და უთხარ, ეს არის ტუბერკულოზის სამკურნალო წამლები, აი თეთრები, ეს ყვითლები, ეს წითლები და ასე შემდეგ და აი ცოტა ის და წამოხვედი. 1 წლის მერე ჩახვიდი, ყველა ცოცხალი იქნება. ოღონდ სავარაუდოდ ყველა იქნება რეზისტენტული ფორმით დაავადებული და თან ყველა იქნება გამავრცელებელი ამის. ანუ
იმ ახალი ფორმების ახალი უკვე რეზისტენტული ფორმით დაავადებს თავის გარშემო მყოფებს, რომელიც იმ კუნძულზე კი არ იქნება ხა სავარაუდოდ ასე ჩვენ ლაპარაკობთ, მაგრამ ეს არის მოდელირება და დავინახოთ რომ რამდენად საშიშია არასწორად უსისტემოდ მიცემული პრეპარატები. ფაქტიურად ჩვენ ქმნით ახალ ორგანიზმს და ახალ დაავადებას. ჩვენ სულ მაგას ვიძახდით ასე ვთქვათ და მე სლაიდის ქონდა ხოლმე რომელსაც ვაჩვენებდი თავის დროზე ეს არის გაფრჩებული ონკანი წყალს რო ვერ კეტავ ხო და მოდის და იღვრება და რასაკეთებ პირველი რეაქცია რა არის რეცენიან და იატაკს მინდა რომ ეს წყალი იმას უნდა თუ პირველი არის ეს უნდა დაკეტო ხო ამიტომ ვეუბნებოდ რომ სწორი მიდგომა სწორი დანიშნულება სწორი მკურნალობა დროული არის ამ ონკანის დაკეტვა ჩვენ რო ეხლა ლაპარაკობთ იმაზე რომ პირდაპირ ვეცეთ და დავიწყოთ ხოლმე ამათი რეზისტენტული ფორმების მკურნალობა ეს კი რა თქმა უნდა საჭიროა და უნდა გაკეთდეთ და ეს მაგრამ ჩვენ თუ ის არ დავკეტეთ რაც ქმნის ამ რეზისტენტულ ფორმებს ხო ნუ შესაბამისად რეზისტენტული ფორმების მკურნალობა კიდევ ძალიან ძნელი იყო მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში რაც მე ასე ვთქვათ ამ საქმეში ვარ გარდა აი ბოლო რაღაცა ერთი რამოდენიმე წლისა. იმიტომ რომ ეს პირველი რიგი რომელზეც არ მოქმედებდა ასე ვთქვათ, ავადმყოფები რომელზეც ეს პირველი რიგის მედიკამენტები აი რაც ჩამოთვალეთ რიფამპიცინი და არ მოქმედებდა, გადადიოდა მეორე რიგის მკურნალობაზე, რომელიც იყო ძალიან მძიმე. ძალიან მძიმე ქიმიოთერაპია იყო, რომელიც შეიძლება გაგრძელებულიყო 2 წელი და მეტი. ინექციებით და წარმოიდგინე როგორია და უბრალოდ შემთხვევაში კიდე ამ ხალხს ეუბნებოდნენ რომ საავადმყოფოში უნდა იყოს. ხო წარმოიდგინე წელიწად ნახევარი და 2 წელი საავადმყოფოში ყოფნა ამ უმძიმეს პრეპარატებს და ნუ აი ძალიან ძნელი იყო რაღაცებს აღარ უნდა ციცოცხლე იძახდნენ აღარ მინდა კაც როგორც ონკოლოგიური ავადმყოფობის შემთხვევაში არის ხო უარს რომ ამბობენ ქიმიოთერაპიაზე იმიტომ რომ ვეღარ უძლებენ. აქაც ხშირად იყო ესეთი შემთხვევები რომ იძახდნენ ავადმყოფები რომ აღარ გვინდა ნუ საბედნიეროდ სიტუაცია შეიცვალა და რადიკალურად შეიცვალა. ჯერ ერთი თითქმის 50 თუ 60 წლის მერე პირველად გამოჩნდა ახალი პრეპარატები. ეს არის ეს უკვე მოდის 2013 წლიდან 2012-13 წლიდან. სულ ახალია ხო აგერ. ახალი პრეპარატები გამოჩნდა და ახალი სქემები, რომლებიც არის შემჭიდროებული. მოკლე სქემებია და ნაცვლად აღარ ჭირდება და ინექციის გარეშეა. აჰა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ რაც უფრო მოკლე კურსი გაქვს, მით მეტი შანსი გაქვს, რომ ამ ავადმყოფს დაიჭერ ამ კურსზე და მიაყვანინებ ბოლომდე, ხო მართალია? და რაც უფრო ნაკლებად ტკივნეულია, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. პლუს კიდევ თუ დაუმატებ იმას, რომ შენ შეგიძლია სახში უმკურნალო ამას. ნუ ძალიან ბევრი პრობლემა იხსნება, ხო? იხსნება, ხო და საშუალება გეძლევა, რომ ეს გააკეთო. ამიტომ ეს ძალიან დიდ ნაბიჯებს გავს. გავდა ოშლოში აი აქამდე ეს ტუბერკულოზის კონტროლი და ეს აისახებოდა ციფრებშიც. მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბოლო 10 წლეულის მანძილზე ეს ასე ვთქვათ ტუბერკულოზის შემთხვევები მიდის დაღმასვლა. არა მხოლოდ ბოლო 10 წლეულის, მანამდეც იყო დაწყებული, მაგრამ ეს ბოლოში უფრო შესამჩნევი ხდება აი ამ მთელი რიგი ასე ვთქვათ აი ეს ინოვაციური მეთოდი PCR ტესტი რომელიც საყოველთაოდ უნდა იქნას გამოყენებული, ჯერ თუ არ არის უნდა იქნას გამოყენებული. ხო. მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში ამ PCR ტესტზე არის ასე ვთქვათ მოთხოვნა და არის მისი დანერგვა ისეთნაირად, როგორც ეს უნდა ხდებოდეს და მე ეს მოკლე სქემებით და ახალი პრეპარატებით მკურნალობის დანიშნა. რო ვთქვათ, რომ ეს საყოველთაოა უკვე ყველა ესე აკეთებს, არაჯერ. სოფლიოს ასე ვთქვათ მასშტაბით თუ ავიღებთ, დაახლოებით 30%-ია ავადმყოფებისა, ვინც ამას ღებულობს. იმათ შორის, ვინც ღებულობს მკურნალობას. რეზისტენტულ ტუბერკულოზს. დაახლოებით 30% ღებულობს აი ამ მოკლე და კურსებით და ახალი პრეპარატებით. ამიტომ აქ იდეა ბევრია სამუშაო, რომ ასე ვთქვათ, ძირში გადატეხო ეს ის რა ქვია, ესე ეს თანხებთან არის დაკავშირებული ძვირიანი. ეს არის თანხებთან, აი ესე უბრუნდებით თანხებს. ეს არის თანხებთან დაკავშირებული. ეხლა რა თქმა უნდა, თავიდან რომ გაჩნდა ეს პრეპარატები ბევრად უფრო ძვირი იყო, მაგრამ ეხლა გაიაფთა და რაც თავარია არსებობს ესეთი ორგანიზაცია, რომელსაც ქვია GDF, Global Drug Facility.
ეს Global Drug Facility აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, იმიტომ რომ ეს გლობალური ფონდის, ასე ვთქვათ, Stop TB, უпростоრად Stop TB არის ესეთი ორგანიზაცია და მათი განაყოფია. ამ ყველა, ასე ვთქვათ, წამალს ყავს თავის წარმოებელი. კერძო ისინი, რომელიც მოგებაზე არიან ორიენტირებული. ეხლა ძალიან ძნელია შენ იმას რაღაცა დაინტერესო საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც რაღაცა 1-800 შემთხვევა ტუბერკულოზი გაქვს, აქედან 150 გაქვს მარტო ვთქვათ რეზისტენტული, რომ იქ რაღაცა შეღავათი მოქცეს შენ ამ იმაში, ხო? რა უნდა უღირდეს რომ ეს გააკეთოს. ხა წავლის წარმოების ეს არაფერი არის. ხო, ბანგლადეში და ვთქვათ ხო, ისინი არის, მაგრამ შენ რაღაც შუაში ხარ, ხო, რაღაცა ეგეთი. აი ეს გლობალური წამლის სააგენტო ზუსტად აკეთებს იმას, რომ აკეთებს შეგროვებას აი ამ მოთხოვნების და ისე ელაპარაკება მე ამ ასე ვთქვათ წარმოებლებს და ღებულობს შენ ინფასებად, რომელიც შენთვის მისაღებია. გარდა იმისა, რომ კიდევ რაღაცა სხვა წყაროებს ნახულობს მათი დაფინანსებისთვის, შენ ღებულობ ამ წამლებს ისეთ ფასად, რომელიც შენთვის მისაღებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ წამლები ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ხო, ახლა რა ვიცი, ერთია დიაგნოსტიკა, მეორე არის წამლები. ერთი საკითხი კიდევ, რომელიც აუცილებლად უნდა აღნიშნოს და ითქვას, ეს არის ვაქცინაცია ალბათ, ხო? აი, უნდა ხო, ვაქცინაცია BCG მახსოვს ასეთი. BCG დღემდე რჩება 100 წელზე მეტი ხნის ვაქცინა არის და დღემდე რჩება ერთადერთი ვაქცინად, რომელიც არის და არის ძალიან არასრულყოფილი ეს BCG. არასრულყოფილია, იმიტომ რომ BCG ვაქცინაცია რო სრულყოფილად მუშაობდეს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ეგეთ დღეში, ხო? ახლა პოსტსაბჭოთა ქვეყნები თითქმის 100%-იანი აცრის ბაჭე ვინ უყურებდა მაშინ შენ ის ანტივაქსერი იყავი. ანტივაქსერი ხარ თუ არა ხარ, ბავშვი ჩდებოდა თუ არა ეგრევე გიგუკეთებდნენ, ხო? ვინ რა ის იყო, მაგრამ ყვავილი იყო თუ რა, ყველას გვაქვს ხელზე. მაგრამ პრინციპში მე ნუ იცოდნენ კიდევაც ეს ფიზიატრებმა და იმიტომაც სანამ მაღალი განვითარება მე რამდენად ხალხს 30% იყო სუდაცვა, ხო? თუ ნუ ნაკლებია. მე შენ გეტყვი როგორ იყო. ესე იგი, ეფექტურობა დაცვისა საიმედო ქონდა ამას ორ შემთხვევაში. ბავშვების შემთხვევაში მენინგიტები და მილიარული ტუბერკულოზი. ანუ მილიარული ტუბერკულოზი ძალიან რთული ფორმაა, რომელიც ძალიან დიდი პროცენტით, ან დისემინირებული ფორმაა ტუბერკულოზის, სისხლით გადადის ყველა ორგანოს იმაშება რა. მომაკვდინებელია ფაქტიურად რა. აი მაგას იცავდა კარგად და იმას რა ქვია, მენინგიტს. ნუ უკვე მოზდი ლასაკში არაფერ და ეხლა რო დგებიან ასე ვთქვათ არიან ანტივაქსერები, მე მქონია შეხვედრა სხვა ქვეყნებთან, ისაუბრია. აი გამოდიან მაგ არგუმენტით და მეუბნებიან, კაცო ეს ვაქცინა რომ მუშაობდეს, ამდენ იქნებოდა, სულ ყველანი აცილები ვიყავთ, მაგრამ მაინც ამ მართალი არიან, მაგრამ მეორეს მეუბნები რომ ეს რო არ გაკეთდეს, აი ბავშვებში რამდენი გექნებოდა შენ, ის მილიარული რომელიც ძალიან ცოტა ხვდება ან მენინგიტი, აი ეგ არის. ეხლა ამერიკაში მაგალითად არ არის ესაც რა. ისევე არ არის ეგ აცრა დარწმუნებული ვარ არც გერმანიაში და ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ტუბერკულოზის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 10-ია ან 12. არ იქნება, იმიტომ რომ იქ ბავშვს შანსი იმისა, რომ დაავადდეს ამ ტუბერკულოზით არის ძალიან პატარა, პრაქტიკულად არა. ყველაფერი ეს არის, ასე ვთქვათ, იმის საკითხი რა. რისკი და ხეირი. ხო. რისკი და ხეირი. აი ამ რისკი და ხეირიდან გამომდინარე, ჩვენ ქვეყნებში ეს აცრა ჯერ კიდე საჭიროა, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ეს ძალიან პატარა არის, ნუ აღარ არის საჭირო. არ კეთდება ესაც. აი ამ დღევანდელ სიტუაციაზე რა ხდება საერთოდ სოფლიოში, ხო ვთქვათ, რამდენი შემთხვევა გვაქვს, სიკვდილიანობა როგორია. ნუ აქ ჩვენ გვაქვს ესეთი ვითარება. ეს უნდა ითქვას ალბათ, რომ ყოველწლიურად გამოდის ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია გამოსცემს გლობალურ ანგარიშს ტუბერკულოზის, სადაც ყველა ქვეყნები ვალდებულები არიან, რომ უჩვენონ თავისი ასე ვთქვათ წარმატება თუ წარუმატებლობა ყველაფერი რაც არის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხალხისათვის, ვინც ამ სფეროში მუშაობს, რომ გადახედონ, შეაფასონ და ნუ გარდა ამისა, ყველა ქვეყნებში ასე ვთქვათ ჯანდაცვის მესაუბრება უნდა იცოდნენ ეს იმისთვის არის საჭირო, შენ ამაზე დაყნობით აკეთებ პროგნოზირებას, რა გინდა შემდეგისთვის, ხო? რას მიაქციო ყურადღება, რას აღარ მიაქციო ყურადღება და ასე შემდეგ. რა პრეპარატი რა რაოდენობით დაგჭირდეს ხო, რა პრეპარატი რა რაოდენობით რას უნდა ელოდეს.
ძალიან ბევრი რაღაცის მომცველი პრობლემა. ანგარიში ძალიან უამრავ იმას მოიცავს და უამრავი ინდიკატორი არის შიგნით ჩადებული, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამოდენიმეზე რო ვთქვათ, დოტში გამოვიდა, რომელიც გვიჩვენებს 23-ის ციფრებს. ხო, ესე იგი ერთი წლით მანამდე რა იყო. ნუ დამუშავებული და დამუშავებული უკვე რაც არის, ხო. და აი 23 წლის მაჩვენებლებით დაახლოებით 11 მილიონამდე ადამიანია დაავადებული. მათ შორის არის 1.3 მილიონი ბავშვი. ამასაც მნიშვნელობა აქვს, ხო? კაცებში თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე ქალებში. ტუბერკულოზი. ხო, ნუ არის ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ყველა ქვეყანაში. არ არსებობს ქვეყანა პრაქტიკულად რომელმაც თქვას, რომ საერთოდ არ აქვს ტუბერკულოზი, ეგეთი არ არსებობს. სიკვდილიანობაზე უნდა ითქვას, რომ იგივე 23 წელში 1.250.000 ადამიანია გარდაცვლილი. რაც, ნუ, ესე იგი, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა კიდევ მილიონს აჭარბებს. ხო, ეს ხო, არ არის ცოტა ნამდვილად. რეზისტენტული ფორმებით დაავადებული ავადმყოფები, აი 5 ადამიანიდან დაახლოებით 2 ღებულობს ადეკვატურ მკურნალობას. ანუ ეს ჯერ კიდევ მისაღწევია, რომ ყველამ მიიღოს ეს ადეკვატური მკურნალობა. ხო, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში, აი ისევ იმაზე გვაქვს ლაპარაკი, ესეც იმ ონკანის ნაწილია, ხო, ახლა შენ თუ არ მიხედავ ამებს, გრძელდება. ხო, მეორე სუისიც უნდა ითქვას, რომ დაახლოებით 2000 წლიდან მოყოლებული, ხო, აი 2023 წლამდე დაახლოებით 80 მილიონი სიცოცხლეა შენარჩუნებული, ესეც დათვლილია აი ამ ძალისხმევებით. აქტიურად გამოდის, რომ დღეს ამ პროგრამების შეჩერებით ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვდებთ, თქვენ კი არა, ვინც ეს პროგრამა შეაჩერა ახალმა ადმინისტრაციამ, თქვათ, შტატებში. არის ეს საშიშროება. არის ეს საშიშროება, ხო, ნუ რეალურია, ხო, ფაქტიურად წყდება პროგრამა, რომელიც აკეთებდა ათასობით ადამიანის გადარჩენას, ემსახურებოდა პრევენციასაც, მკურნალობასაც და უცებ ეს ყველაფერი წყდება შუაგზაზე, სადღაც ხო რაღაცა ისეთი კი. ყოველწლიურად არის საჭირო დაახლოებით 22 მილიარდი. იმისაც რომ გააგრძელო ესეთი ტემპები, ასე ვთქვათ, რომ შემცირებისა და უკუსლისა ტუბერკულოზის. სოფლიოს ხო და ნუ არაფერი ფული არ არის 22 მილიარდი მეტი არაფერი არ არის რო აიღო სოფლიოს მასშტაბით და ამ სიცოცხლეზე და იმაზე რო ილაპარაკო ხო მაგრამ რო ნახო ახლა ვინ არის რეალურად ამ ფულის დამდები ხო ეს ნუ ძირითადი ფული ისევ ამერიკიდან მოდიოდა ეს იყო ეს ამერიკის პირდაპირ დახმარებები ქვეყანაზე სხვადასხვა არხებით ეს იყო გლობალურ ფონდში, რომელიც ზუსტად შექმნილია შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ. ამერიკელების წილი 50%-ზე ადიოდა და მეტზე კიდევ. მიდის გადახედვა, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი ადმინისტრაცია აბსოლუტურად უგულებელყოფილია ყველაფერი, უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაცა ძალიან სწრაფად გაჩერდა. ხო. და მიდის ახლა გადახედვა, ასე ვთქვათ, აი ამ დახმარებების და კიდევაც აქვთ უკვე რაღაცა ასეთი დირექტივასავით, რომ არაფრით არ უნდა შეჩერდეს ისეთი ქმედებები, რომელიც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, სიცოცხლის შენარჩუნებასთან და საფრთხე შეიძლება შეუქმნას სიცოცხლეს. ანუ ვთქვათ, თუ არის წამლები, ხო, თუ არის რაღაცა ტესტები, რომელიც აუცილებელი, აი იმის უშუალოდ შეიძლება რაღაცა პერიოდი მოაკლდეს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორც არის ვთქვათ, ტრენინგები, როგორც არის ვთქვათ, რაღაცა სტრატეგიის დამუშავება, კვლევები, ესეთ რაღაცებს შეიძლება მოაკლდეს. მაგრამ მე რატომღაც მჯერა რომ საბოლოო ჯამში დასავლეთი ასე ვთქვათ საღიაზრი გაიმარჯვეს. დაიბრუნებს ლიდერობას ამ სფეროშიც, ხო, იმიტომ რომ ხა ესე არ იქნება, მაგრამ ჩინეთმა დაიწყო უკვე რაღაცებში ფულის ჩადება. ხო, ჩინელები მზად არიან სადღაც ასე ვთქვათ ხო, რაღაცა ნაწილში გეოპოლიტიკის კიდევ ერთი ნაწილია ესეც, ამიტომ ასე ვთქვათ, თუმცა ჩინელებს ესე ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით არ გულისხმება აპარატურა და იმას გააკეთებენ ზუსტად იმაზე უკეთეს, მაგრამ აი ცოტა გამოცდილება და ის ექსპერტიზა, რაც ამერიკელებს აქვთ და ვთქვათ დასავლეთს, ხო, ნუ ნაკლები აქვთ, ამიტომ მაგნაწილში მაგრამ სულ არაფერს არა, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ესეთ სიმბიოზი მოხდეს რა, რომ ექსპერტიზა იქიდან და პული
თქვათ ამათ, შეიძლება ესეც ძნელია. ეხლა დაავადებულისთვის სულ ერთია, ვინ გადაარჩენს, ხო? ჩინელი რა თქმა უნდა. ამერიკული პულით გადარჩება სულ ერთია. ნიკა, რა მაინტერესებს, იცი, აი კოვიდმა გაგირთულად თქვენ საქმე თუ აი თქვენი მიმართულებით, კოვიდმა რო საქმე გაართულა, ისეთი უნდა პლანეტა გააჩერა, მაგრამ აი თქვენი ტუბერკულოზის მიმართულებით რამე ხوار შეიცვალა. კარგი კითხვაა ძალიან და აუცილებლად სათქმელია ესეც. ნაწილი ექსპერტებისა თვლის, რომ აი ამ კოვიდმა ჩვენ გადაგვაგდო დაახლოებით 1-5-6 წლით უკან. დაგვაბრუნა იმ მაჩვენებლებზე ტუბერკულოზისა, რომელიც იყო დაახლოებით 5-6 წლით ადრე კოვიდამდე. ანუ მაგ როგორია ხო სიტუაცია, ერთი არის შეფასებითი მაჩვენებლები, როდესაც შენ გითვლის ჯანმო და გეუბნება რომ შენ სიტყვაზე მყავს 100 ავატყოფი და შენ რეალურად პოულობ 70-ს, ხო თქვათ? 30 კაცს კარგავ ამ ვითარებაში. აი მაგ ნაწილში ხო ჯანმო გათვლები არსებობს ესეთი რომ კოვიდის დროს ეს რაოდენობა ტუბერკულოზისა მოიმატა იმ დროს როცა მათმა ნოტიფიკაციამ, ანუ მათმა რეგისტრაციამ დაიკლო. ამიტომ ეს რა ქვია ღიობი ხო ეს რეალურ ციფრსა და ნაპოვნს შორის გაიზარდა. ეგ არის ასე ვთქვათ, ყველა ქვეყანაზე ერთნაირად არა, მაგრამ მაინც მეტწილ ქვეყნებს გაეზარდათ ეს ისა რა ქვია დიაპაზონი შეფასებასა და პოვნას შორის, ხო. რაც რა თქმა უნდა საშიშია, რა თქმა უნდა ცუდია და ეგ იმის მაჩვენებელია რომ თუ ახლა სასწრაფოდ არ იქნა მიღებული ზომები ეს ასე ვთქვათ გეგმები ამ კიდევ უფრო გაიზრდებოდა კი ეს რაოდენობა ახლა რითია ეს საშიში ხო ნებისმიერი ტუბერკულოზის დაუდგენელი შემთხვევა თავის თავში ატარებს რისკს იმისას რომ კიდე დაავადებს ასე ვთქვათ გადასცემს დაავადებას სხვას ხო ამიტომ აი ესეთი მომენტიც აუცილებლად გასათვალისწინებელია გარდა ამისა აი თქვათ თვითონ ორგანიზმი რომელმაც გადაიტანა კოვიდი რომელიც რისკი ხო არ გაიზარდა რომ ის თუ არ გაიზარდა რომ თქვა დასუსტებულ ფილტრებში დასუსტებულ ორგანიზმში კოვიდით დასუსტებულ ორგანიზმში უფრო ადილად შეღწევადი გახდა ეს მიკობაქტერია თქვა აი ამ ხრივ მე ვფიქრობ რომ ეგ ძალიან საინტერესო თემაა რომელიც შესაძლებელია კიდევ უფრო გავრცობილი იყოს მე ენცუჩი ნამდვილად არ მაქვს არც ერთი კვლევის ასე ვთქვათ მაჩვენებელი რომელიც აი მაგაზე პასუხს გაგცემდა და გვეთქვა კორელაცია თუ არის რაღაც ხო მაგრამ სავარაუდოდ ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ალბათ ექნება რაღაცა გავლენა ვთქვათ რომ დაითვალოს რამდენია მათ შორის კოვიდ გადატანილი ხო ამასაც ექნება ნამდვილად ისა რა ქვია აზრი ეგ ერთი მეორე საინტერესოა რომ ჩვენ ვცდილობდით აი კოვიდის პერიოდში რიგ შემთხვევებში გვენახა რამდენი ავადმყოფი იყო რომელიც აი ამ მოხდა და დაუდგინდა კოვიდით და ტუბერკულოზით ან ტუბერკულოზი ქონდა და დაავადდა კოვიდით ხო აი ეგეთი რაღაცების ნახვა ბევრი ჩემი გადასახედიდან ბევრი ეგეთი ვერ მოინახა და ამიტომ რაღაცა დიდ ასე ვთქვათ ძირითადად ისევ იმიტომ რომ ორგანიზაციულად რთული იყო ამის გაკეთება ხო იმდენი იყო ეს ხო იმ პერიოდში იმდენი იყო და ამ ტუბერკულოზიანი ავადმყოფების ყველას გასინჯვა კიდე ამ კოვიდზე აღარ გამოდიოდა და ნუ აი სამეცნიერო კვლევები გეტარებია მაგის დრო არის აი ძალიან ისეთ ყოშქოში იმ ქვეყნებში სადაც მე მუშაობდი იმ პერიოდში რთული იყო თუმცა ხო გეუბნები რაღაცა მონაცემები არსებობდა რომ იყო ეგეთი შემთხვევები ცალსახად პასუხი ძნელია მაგრამ მე უფრო ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა შენ კითხვაზე რომ იარსებობს რაღაც კორელაცია იმათ შორის ვინც ასე ვთქვათ გადაიტანა ეს კოვიდიდან შესაძლებელია იყოს ასე ვთქვათ რაღაცა გარკვეული რაოდენობა მათ შორის ვირუსმა ბაქტერიას ხო არ გაუღო კარი რომ კიდევ ერთი თეორია არსებობს თელ სოფლიოში დაიკლო ამ შემთხვევებმა ტუბერკულოზისა აი ამ კოვიდის დროს იმიტომ რომ დაიკლო იმიტომ რომ ვიძახით რომ არ იყო რეგისტრაცია ხალხი ვერ მიდიოდა ვერ მიმართვიანობა არ იყო დიაგნოზი ვერ ისმევოდა მიმართვიანობა არ იყო და ამიტომ
არსებობს ეგეთი მოსაზრებაც, ასე ვთქვათ, რომ კოვიდის დროს იყო, ხალხი ჩაიკეტა, ასე ვთქვათ, ყველა თავის აღარ. ის დროჩეულებრივი გრიპი გაქრა, ხო გახსოვს? პირბადები დადიოდა მაქსიმალურად და რაღაცა ხო ეს არანაირი თავშეყრები, არა კინო, არა თეატრი. ეგება და მართლა მოიკლო ამის ხარჯზე, გამიგე? რეალურად ჩვენ კი ველოდებით, რომ სადღაც, ასე ვთქვათ, მოგცემს ჩვენ ნიშანს ამ წლების უმოქმედება, მაგრამ შესაძლებელია ეს იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ აი ამ იზოლაციამ და აი ამ ღონისძიებებმა, ასე ვთქვათ, ინფექციის კონტროლისა ჩვენი 2 წელის სპირტი ვისხით და გამოიღო ის შედეგი, რასაც ქვია, რაღაცა, ასე ვთქვათ, შემცირება გავრცელების. აი, უნდა ვნახოთ, ასე ვთქვათ, უნდა დაველოდოთ და შევხედოთ, როგორ იქნება მონაცემები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხა 24 წლის მონაცემები რო შეიკრიბება და ის გაანალიზდება. აი ეს 23 მაინც პირველი წელი იყო, ხა 20-21 ძალიან არეული წლები იყო, ხო? ხა 22-ში დალაგება დაიწყო რაღაცა და აი ხა ძალიან საინტერესოა ეს რაღაც. ნიკა, აი დღევანდელი სიტუაცია როგორი არის საქართველოში? საქართველოს სიტუაციას შევაფასებდი, ასე ვთქვათ, აი თუნდაც იმ ჭრილიდან გამომდინარე, რასაც მე უყურებდი და მე ვხედავდი. ხო, რომ აი მაგ პერიოდში 90-იანი წლების ბოლოს დაახლოებით რეგისტრირებულ ავადმყოფთა რაოდენობა ქვეყანაში იყო 6-7 ყოველწლიურად. ახალი შემთხვევები? ახალი შემთხვევები, ხო. ახალი შემთხვევები. დღეს ეს ციფრი, ხო, აი ბოლო მონაცემით, 23 წლის მონაცემით არის დაახლოებით 1000-ია. 7-ჯერ შემცირებული და რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. გარდა ამისა, რეზისტენტული შემთხვევების რაოდენობა და მოიკლო იმ თვალსაზრისით, არა მარტო რაოდენობა მოიკლო, პროცენტული გავრცელება ამ ახალ შემთხვევებს შორის შემცირდა. და 20-23-ში რეგისტრირებული იყო 154 ავადმყოფი. რეზისტენტულზე ამბობ. რეზისტენტული შემთხვევების, ხო. ექსტენსიურად წამლებისადმი ზემდგრადი ტუბერკულოზი, ეგეთი ფორმებიც არის. ეგეთი ფორმებიც არის, აი ზემდგრადი ეს ჩვეულებრივ რეზისტენტობაზე კიდევ უფრო მაღალი რეზისტენტობა რომ არის და სუპერბაქტერიები ფაქტიურად. ხო, აი პრაქტიკულად თავის დროზე ეს ბაქტერიები იყო ნამდვილად მკვლელი ბაქტერიები იყვნენ. მაგის ეპიდემია მიფეთქა სამხრეთ აფრიკაში 10-იანი წლების ბოლოში. უცებ აი ძალიან ცოტა ხანში იქ განუვითარდათ ერთ-ერთ იმაში და 50 ავადმყოფიდან 47 თუ 48 მოუკვდათ. საქართველოში საქმეები ნამდვილად არ მიდის სუდად. ჯერ ისიც უნდა ითქვას, რომ ჯანმო აქვეყნებს პერიოდულად სიებს, აქვს ესე სამი ეგეთი სია, ძალიან საინტერესო ის არის, მე ეგება გამოგიგზავნო კიდევაც და შეიძლება ნახო შეიძლება 30 ქვეყანა არის და რაღაც ქვეყნები ხვდებიან იმ ჯგუფშიც, მეორეშიც, მესამეშიც და ასე შემდეგ. 30 ქვეყანა, რომელიც არის განსაკუთრებული ტვირთით ტუბერკულოზის, ანუ ეს არის რაოდენობა თვითონ, რომელიც ითვლება 100,000-ზე რამდენი მოდის, ხო აი 30 ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულად არის გამორჩეული ამ თვალსაზრისით. მეორე ტვირთი ეს არის რეზისტენტული ფორმების პროცენტული შემადგენლობა ახალ შემთხვევებში რამდენია 30 ქვეყანა და მესამე ეს არის ტვირთი ტუბის და შიცის. რამოდენიმე წელია საქართველოს გამოვედით. ასე რომ აღარა ვართ, ასე ვთქვათ, ჩვენ აი ამ ჯგუფის წევრი, ამ არც თუ მაინდა-მაინც სახარბიელო კლუბის წევრები აღარა ვართ, ხო. რაც ერთის მხრივ ნამდვილად წარმატება ქართული ფიზიატრიული სამსახურისა და დონორების მუშაობის, ასე ვთქვათ, კარგი მაჩვენებელია, მაგრამ შენ როგორც კი გამოდიხარ ამ იმიდან, ამ დონორების პრიორიტეტებს კარგავ, ხო, პრიორიტეტი აღარა ხარ დონორებისთვის. ხო, ეს სხვაგან არის მეტია. შესაბამისად, მთავრობას სახელმწიფოს მეტი მოეთხოვება იმან თუ მოუკლო ყურადღება, ხო, შენ ცოტა ხანში ისევ აღმოჩნდები სადღაც ისეთ ადგილას, რომელიც იმიტომ რომ ჯერ არა გაქვს ხო ეს ელიმინაცია ამ ტუბერკულოზის და ამიტომ აი ეგეც ესეთ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ
ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ამ საკითხზე ფიქრი და ზრუნვა. და ნუ იმედია რომ გააგრძელებს კიდევაც რა. რადგან მეც მქონია დონორებთან ურთიერთობა ეხა ეროვნული პარკების და იმის შენულ ჩამოყალიბებისას მრავალი მილიონი იდებოდა. მაშინ, მაგრამ მერე უკვე გადმოდიოდა ჩვენს იმაზე და აი ხო, ჩვენს კისერზე და ეხა იმ როცა თქვა გერმანია 25 მილიონ ევროს დახარჯავს შენი ეროვნული პარკის აშენებაზე და გრანტია ესა, შენ კი უნდა რამდენიმე მილიონი კი უნდა გამოყო წელიწადში რომ ეს ეროვნული პარკი რამდენადაც შეინარჩუნო. უკვე გაკეთებული რომ თავზე არ დაგენგრეს და ნუ იგივე მომენტი არის მაგაც ხო პრინციპში, როდემდე უნდა იყოს დონორის რომელმაც გაგიყვანა სორგზაზე და გაჩვენა რომ ესე უნდა იარო ეხლა და მანქანათში ბენზინი ჩაგიცხა, ყველაფერი შენ უნდა ატარო მანქანას ორი გზით ხო. სისტემა შეგიქმნა, ყველაფერი ხო. გაჩვენა რა არის სწორე, რა არის აი ეს ტუბერკულოზის ნაწილში ეს ნამდვილად გაკეთებულია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. აი ისე რომ დაუბრუნე ერთ აი სიას 30 ქვეყნისა ხო? რეზისტენტული ფორმების დაავადებული ქვეყნების დამძიმებული ქვეყნების იმაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებია ძირითადად. ხო, პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ნუ აზია, აზერბაიჯანი, სომხეთი იყო, სხვა შორის სომხეთი ჩვენთან ერთად გამოვიდა. მთლიანად სოფლიოს რეზისტენტული ფორმების რაოდენობაში დიდი წილი აქვს ამ იმას რა. სურათს აფუჭებენ ესენი, ხო? ესენი არის რეზისტენტული ფორმები და ეს ძირითადად ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე. ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე. ეხლა აფრიკაში მაგალითად აფრიკაში პრობლემა რა, ტუბერკულოზის პრობლემა. აფრიკაში დიდი რაოდენობით ტუბერკულოზი. მაგრამ რეზისტენტული ფორმები იმდენი არ ქონდათ. სამხრეთ აფრიკაში წამოვიდა მე, რატომ? იმიტომ რომ წამალი არის. წამალი როცა არ არის. ხო, ნუ იქ უბრალოდ რაოდენობა გაგდა, ნუ ეს ხალხი ამტება და ან ჩება ვინც სამალსებულოს. ჩვენთან წამლის პრობლემა არ იყო, უბრალოდ იყო უსისტემობა. და პრინციპში ხო, უსისტემობა და უპასუხისმგებლობა ნუ გარკვეულწილად ასე თქვა იყო ისეთი ეს თელ პოსტსაბჭოთში ის იყო ერთი მხრივ მეორე მხრივ ხა წამლების ხარისხით საკითხავია რა წამლები იყო ხო ანუ თუ ხარისხიან წამლს არ აძლევდა ყველაფერს თუნდაც ზუსტად უწერდა და ზუსტად ასმევდე მაინც შეიძლება რეზისტენტობა რომ მიიღო ხარისხი თუ არა გათჯერ უფრო ნაკლებად ეფექტური თუ არის და რა თქმა უნდა ამიტომ აი ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ ეს რეგიონი რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უფრო ასე ვთქვათ აი ამითი არის გაზარალებული და ეს არის უფრო საყურადღებო ვიდრე რაოდენობა. რაოდენობა იკლებს ნამდვილად და კიდე მოიკლებს, მაგრამ და რაც თავარია პრევენცია. პრევენცია ხა და როცა აი როგორ გავფრთხილდეთ თქვა, ნუ აი გასაგებია რომ ვერ გავფრთხილდები, როდესაც შენ გვერდზე ადამიანია, რომელსაც ეს აქვს და შენ არიცი და მასთან ერთად რაღაცა პერიოდი, ახლა მე რო აღმომჩენოდა, თქვა მართლაც იმ 6 თვის ტუბერკულოზი ფაქტიურად ჩემი ოჯახის წევრები ყველა ან შესამოწმებლები გახდებოდნენ სერიოზულად, ან ნაწილს ეკნებოდა კიდეც, ხო? რა თქმა უნდა, აქ არის, აი შენ როგორც მოიქეცი, ეს არის იდეალური საქციელი. როგორც კი შენ შეერჩნი რაღაცა რომ ისი არ არის, შენ ადექი და თუმცა მე ამაზე არ მიფიქრია, მე ხო, ყველაზე ნაკლებად მაგრამ ადექი და წახვედი, მიხვედი იქ სადაც საჭიროა, მიხვედი ექიმთან და ექიმმა გააკეთა მე ის რაც საჭირო. ამიტომ ეხლა არსებობს რაღაცა ესეთი სიმპტომო კომპლექსი, რომელიც არ არის რაღაცა განსაკუთრებული, ხო? ტუბერკულოზის კლინიკისა. ხო, რო ვიცოდეთ უბრალოდ, ხო. ყველა რომელიც ორ კვირაზე მეტი გრძელდება და ასე ვთქვათ არ ემორჩილება რაღაც ესე ტრადიციულ რაღაცებს, ხო, რაღაც მარტივ რაღაცებს. არის. ეს არის ღამის ოფლიანობა. სისუსტის გამოვლენა. სისუსტე ზოგადად, ხო? შეიძლება იყოს აი სიცხლიანი ხველა და სუბფებრილური ტემპერატურა. აქ შეიძლება 39-ები არ მოგცეს სიცხე, მაგრამ იყოს აი ესე 27-დან 38-მდე აი ესეთ სიცხე. არა შემაწუხებელი პრინციპი. ხო, და იყოს აი დაღლილობა გაქვს, რაღაცა ენერგიულად ვერ გზნობ თავს. ხდები, თქვა, ხა ორ კვირაში ძნელია რომ შეატყოს სიგამხდრი. მაგრამ ნუ რაღაცა პერიოდი თუ გრძელდება, ამ სიგამხდრესაც შეატყობ. ეხლა ამის ყველაფრის მიზეზი არის თვითონ ისე ეს ბუნება ამ მიკობაქტერიის. ნელა მრავლდება. სხვა დარტყმას ესეთ ხშირი არ გარტყმს.
ეს ნელა მრავლდება, იმიტომ მიაქვს ამდენი ხანი აი ინფექცირებიდან გამოვლენამდე. დაავადებამდე თუ საერთოდ მოხდა, ხო, შეიძლება 1 წელიც წაიღოს. ამიტომ ეხლა დიდი ყურადღება ექცევა ასევე ინფიცირებულთა პრევენციულ კურნალობას. ინფიცირებული შემთხვევაში, აი შენ მაგალითად, თუ ღმერთმა დაგიფაროს ხო შენზე გერო. ავადმყოფი რომელიც თქვა სახში აღმოჩნდება რომ ავადმყოფია, მისი ოჯახის წევრები უნდა ყველა გაისინჯოს. მისი თანამშრომლები ალბათ სამსახურის. იცი რა, ეს უკვე კარგი შეფასების ის არის. ეხლა არის ვიღაცა ვინც შეიძლება ვთქვა რაღაცა კვირაში ერთხელ გვერდზე გაგივლის ის თუ იმას არაფერი არ აწუხებს, ეგეთ კაცს არ უნდა შეაწუხო. აქ არის რაღაცა რეგულარობაა და რაღაცა დრო, რომელსაც ერთად ატარებ. ეგრე შეიძლება არავინ არ იყოს ის, მაგრამ მეზობელი იყოს, რომელიც დილიდან შემოვა, დაგიჯდება და ეგ ერთად ჩაისვავთ ყავას და დღეში 3 ჯერ შემოდის და ის არც თანამშრომელი, არც ოჯახის წევრია, მაგრამ ეგეც ის არის რა, ახლო კონტაქტია. ახლო კონტაქტია, გამიგე? ამიტომ აქ აი ეს კარგი შესაძლებელია ხომ. ეს უნდა სპეციალისტებმა შეაფასონ, ვინ არის გასასინჯი და როგორ. ყველა უნდა გაიაროს სკრინინგი, ჯერ უნდა გაიაროს სკრინინგი აქტიურ ტუბერკულოზზე, ანუ ინახოს დაავადება ხო არ არის. და ამის მერე, როცა ინახება რომ დაავადება არ არის, მერე უნდა გაისინჯონ უკვე ინფიცირებაზე. ინფიცირებულები ხო არ არიან. თუ არიან ინფიცირებულები, უნდა ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. ეს შესაბამისი მკურნალობა შეიძლება, გააჩნია ასაკს, გააჩნია, ვთქვათ, კიდე რაღაცა ელემენტებია, მაგრამ ეს ფასდება და ესეც ხალხსაც ეძლევა, თუ კი ისინი ინფიცირებულები არიან, ეძლებათ პირდაპირ, ასე ვთქვათ, შესაბამისი მკურნალობა. არის ფორმები, როდესაც არაფერი შეფასება არ უნდა, პირდაპირ გეუბნებიან, რომ უნდა ჩაატარონ მკურნალობა. თუ კი ბავშვი 5 წელზე ნაკლებიც არის და იყო შენი ოჯახის წევრია და ცხოვრობს, უნდა ჩაუტარონ მკურნალობა. პირდაპირ. შიცი დაავადებულები ახლა თითქმის აღარ არიან, მაგრამ აივ ინფექციის მატარებელი თუ არის ვიღაც, უნდა ჩაიტაროს მკურნალობა, ეგრევე არანაირი შემოწმება აღარ უნდა. ხო, ოჯახის წევრი ხო შეიძლება იყოს ან თანამშრომელი ან ვიღაცა, რომელიც რეგულარულ კონტაქტშია. აი ესეთი მაჩვენებლებით თაც წდება, ასე ვთქვათ, ეს საკითხი როგორ და სხვა მხრივ ეხლა ტუბერკულოზი ესეთი რამეა, ეხლა ეს არ არის ჩვენ ცხოვრების წესზე დამოკიდებული, ხო, არანაირად. არის სუნთქო კაც ხო არ ეტყვი კაც, ხო? ეს არის დაავადება, რომელიც სუნთქვით მოდის. ჩასუნთქვით შენ ისუნთქავ იმას, ასე ვთქვათ, მიკობაქტერიას და მე შეიძლება ძირითადი ლომის წილი არის ფილტვისმიერი ტუბერკულოზი და ყველაზე საშიში საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის არის ფილტვისმიერი ტუბერკულოზი. თუმცა არის სხვა ორგანოების, ყველა ორგანოების არის, მაგრამ შესვლის წერტილი არის ფილტვი. ფილტვიდან კარიბჭე არის ფილტვი. შეიძლება ფილტვში არ განვითარდეს, მაგრამ განვითარდეს სხვაგან. ხო. ასე რომ აი ესე რა გავაკეთოთ და ვიყოთ თხილად, თუ კი მომჩნევთ რომ ან ჩვენ ან ვიღაცა ოჯახის წევრი შეიძლება დიდხანს ახველებს რაღაცა ნახველი გაუჩნდა, ხო, რაღაცა ვერ გზნობს თავს, მივმართოთ, რომ ეს გამოირიცხოს მაინც, ხო. გამოირიცხოს, ხო, რაღაცა ხა არ არის აუცილებელი რომ ეს ტუბერკულოზი იყოს. ეს ვერტიკალი შენარჩუნებულია დღეს თქვა, აი სად უნდა მივიდეს ადამიანს? ჩვენთან საქართველოს შენარჩუნებულია. ხო, ეხა აქ არსებობს ხო, ეხა თბილისში იყო რამოდენიმე დისპანსერი, მაგრამ ეხა ხუდადოვის ტყეში იყო ერთი მახსოვს, ხო. ხუდადოვის ეგ ცენტრია და ეს ცენტრი არის. არსებობს ის ცენტრი. ცენტრია, რა თქმა უნდა და აი იმ ცენტრში უნდა მივიდეს ზუსტად. აჰა, ესე იგი თუ რაღაცა დანარჩენი ყველა იმას რა ქვია რაიონს საქართველოში ყავს თავისი ფტიზიატრი. ეხლა ცოტა გაძნელდება თქმა საცხედან ის ფტიზიატრები, იმიტომ რომ ეს ხო რაღაცა საავადმყოფოები, საწოლები მე მგონი აღარსად აღარ არის. ბოლო წერტილი იყო ბათუმი და იქაც მე მგონი დახურეს და საწოლები არის მხოლოდ თბილისში და აბასთუმანში. აბასთუმანი დარჩა ესე იგი მაინც. აბასთუმანიც დარჩა კი არის ეს. არ ვიცი ხა დარჩა თუ არა ნამდვილად. მე მგონი აღარა. შემეშალა ეს. აბასთუმანი ხა ცოტა. ხო. არ არის რაღაცა გააკეთეს, გააკეთეს რაღაცა რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც იმ ზონიდან გამოიტანეს და გარეთ არის. ის საავადმყოფოს ტერიტორია აღარ ფუნქციონირებს, აღარ არის.
ათუსტებულ დაძაბუნებულ ორგანის, რომელიც თქვა რაღაცა სხვა დაავადებებით არის და პირველ რიგში შიცი გამოდის, ხო, რა თქმა უნდა. ხო, საერთოდ მეორე რიგში დაავადებებიდან რაც გამოდის, ეს არის დიაბეტი. დიაბეტი, იმიტომ რომ დიაბეტის დროსაც ეს რა ქვია, შენი იმუნური ძალები, ასე ვთქვათ, ვერ არის ხო, იმუნური რეაქცია ვერ არის სათანადო. ხო. აი ამ რისკ ფაქტორებში, რასაც ჩამოთვლიან, ასე ვთქვათ, ხო? ნუ ერთ-ერთი აუცილებელი მომენტი არის მწირე კვება. ну აი ეს რაზე ჩვენ ლაპარაკობთ, ხო? არასათანადო არის ეს. არასრული კვება, არასათანადო კვება, ანუ malnutrition რასაც ქვია, ხო, რაღაცა. ყველა ნივთიერება მიიღო და ხო, ყველა ნივთიერება მარტო მაკარონს არ ჭამდებ, თქვა, ხო. ხო, სრულფასოვანი კვება როცა არ არის. ხო? და არის კიდევ სიგარეტის წევა, ერთ-ერთ რისკ ფაქტორად. და არის ალკოჰოლის რაღაცა ხო დიდი რაოდენობით მიღება ეს რაღაცა განსაკუთრებული არ არის არაფერი გარდა იმისა რომ გამთელი ცხოვრების წესი ველოსიპედით გარდა იმისა რომ დიაბეტის შემთხვევაში ეს ცოტა ყველაფერი სხვანაირად მიდის და ამიტომ იქ რაღაცა განსაკუთრებული ყურადღებაა ხო ეხა იქ რა თქმა უნდა რა ვიცი მე რამე ხო არ დაამატებ გავიდეთ მე მინდა რა ვიცი ეს მენელი რომელიც მოგვისმენს საბოლოო ჯამში მინდა ერთი რამე ვთქვა რომ ტუბერკულოზი განკურნებადია ტუბერკულოზი განკურნებადია ეს არ არის ის რომ რაღაცა ერთხელ დაგემართა და რომ მოჟილი გაქვს და რომ უნდა მთელ ცხოვრებაში ეს განკურნებადი დაავადება უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდა დროზე უნდა მისვლა და სწორი დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა დროული რაც თავარია რომ დავიცვათ ჩვენ გარშემო მყოფები აი ეს არის ალბათ თავარი მესიჯი რაც უნდა ყველას გავაგებინოთ რომ ტუბერკულოზი არის განკურნებადი დაავადება ეხლა იმისთვის რომ ეს ყველასთან მივიდეს ხო ყველას კონდეს საშუალება და მაქსიმალურად გახსნილი იყოს, ну აქ უკვე უნდა სახელმწიფოებმა დონორებთან ერთად თუ კიდევ ასე ვთქვათ იქნება ამის საშუალება და ძირითადი მომენტი ეგ იყო ყოველთვის დონორების აქტიურობის რომ მაქსიმალურად ახლოს მიეტანათ ეს სერვისები და მაქსიმალურად მოსახერხებელი გაეხადათ ხალხის. უნდა ვიცოდეთ რომ ბევრი რამეა გაკეთებული ხა ჩვენ ქართველები ვარ და საქართველოს ვლაპარაკობ მე და ნამდვილად არის ეს პირობები შექმნილი რომ ხალხი მივიდეს და ასე ვთქვათ მიმართოს შეიძლება ყველგან იდეალურად არ აღმოჩნდეს მაგრამ ხო მოინდომე არის ხო უნდა თუ მოინდომე არის ხო და უნდა ის არის რა ქვია გასაკეთებელი და ნუ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ვეთყოდი რომ ამის ასე ვთქვათ ამ ეტაპზე გაჩერება როდესაც ეს არსებობს ესეთი end-TB strategy ხო რაღაცა დავასრულოთ ტუბერკულოზის სტრატეგია რომელსაც თავისი ნიშნულები აქვს და ეს 20-25 წლისათვის სადღაცა უნდა მივიდეთ და ეს სადღაცა ძალიან კარგი ნიშნებია სასურველია რომ ეს ძალისხმევები კონტრპროდუქტიულია შეჩერება ამ ყველაფერს ამ ეტაპზე რაღაცა ესე მყისიერად გაჩერება და მოჭრა რაღაცეებისა შეიძლება ვერ მიგვიყვანოს იმ ნიშნულობამდე ისედაც შეიძლება ყველაფრით ვერ მივიდეთ იმიტომ რომ ჯანმოს ეს ასე ვთქვათ დასმული სამიზნეები როგორც წესი ყოველთვის ცოტა უფრო მაღლა ახულმე ვიდრე რეალურად შეიძლება ზუსტად იმიტომ რომ ისრაფო იქითკენ ხო რაღაცა მუდმივად ამიტომ შეიძლება გაჭირდეს ასე ვთქვათ იმ სურათის მიღება რასაც ელიმინაცია ქვია ტუბერკულოზის რა ანუ სრული მოსპობა სრული ამოძირკვა ასე ვთქვათ ამოძირკვა ნიკა ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც კი იმიტომ რომ მე ხო ეხლა თვლი ბიოლოგი ვარ და მაინც რაღაცა ურთიერთობა მაქვს ასეთი მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო ფაქტები იყო და ჩვენი მაყურებლები დაწერენ კომენტარებს მე ამას შევკრიბავ მე და იმედია მე კიდე გამოგიჭერდა ცოტა ხნით მაინც რომ თუ რაღაცა კითხვები იქნა კი ბატონო შევაგროვებ და და ჩემი მაყურებლების სახელით, ჩემი სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა და რა ვიცი, იმედია რომ აღდგება პროგრამები, აღდგება, იმიტომ რომ როგორც თქვი, შუაგზაში მიტოვება ასეთი საქმის
არ იქნება ბოლო-ბოლო კაცობრიობის პრობლემაა ეს, ხო? ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა, ეს არ არის იგივე თქვა ეკონომიკური პრობლემაც არის. ყველანაირი პრობლემაა, ხო, ყველაფერზე მოქმედებს. ეკონომიკური პრობლემაა, იმიტომ რომ ძირითადი ავადობის ასე ვთქვათ, სიმძიმე და ტვირთი მოდის აი რაღაც ესე 18-19-დან 45 წლამდე ზუსტად ყველაზე შრომის უნარიან ასაკზე. თან მამაკაცებზეო შემთხვევით. კი, ერთ-ერთი ის საოცრად უნდა თქვა, აი კარგია რომ გამახსენდა ხა. დავამარცხოთ ტუბერკულოზის სტრატეგიის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, სამიზნე ეს არის რომ შემცირდეს, ანუ არ იყოს საერთოდ ნული იყოს კატასტროფული ხარჯები პაციენტისა და მისი ოჯახისა მკურნალობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზი ყველგან მოწოდებული ეს არის უფასო, წამალი უფასოა, დიაგნოზი უფასოა, მე ყველაფერი, მიუხედავად ამისა, პაციენტებს აქვთ რაღაც ხარჯები. აქვთ ხო ეს ტრანსპორტირება იქნება თუ იქ რაღაც ზედმეტი საჭმელი იქნება თუ სხვა, ზოგიერთ სხვა წამალი, რომელიც არატუბერკულოზურია, იმისთვის ყიდულობენ არ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რომელიც ჩადებულია, რომ აი ეს ხარჯი არ უნდა ქონდეს პაციენტს. უნდა იყოს, და რამდენია იცი ეს ხარჯი? კატასტროფულად რა არის შეფასებული. როდესაც ოჯახის აი ოჯახი თქვათ არის ხო, რამდენი წევრიანიც გინდა თქვათ, გინდა 3, გინდა 5. ჩვენი ოჯახის შემოსავლის 20% თუ მიდის 20% თუ მიდის ამ ერთი ჩვენი ავადმყოფის ასე ვთქვათ, ტუბერკულოზის ხარჯებზე, ეს ითვლება რომ არის კატასტროფული ხარჯი. არის კიდეც. ხო, რომ 20% თუ იხარჯება მთელი ოჯახის შემოსავლისა, ეს არის კატასტროფული ხარჯი და ამიტომ არის მოწოდება რომ ეს რას ნიშნავს ეს, რომ არის ძალიან დიდი ყურადღება ასევე სოციალური თვალსაზრისითაც, რომ უზრუნველყოფილი იყვნენ ეს ხალხი რაღაც სხვადასხვა ელემენტებით და ჩვენ ახლა თუ შუაგზაში, ასე ვთქვათ, მკურნალობას და დიაგნოსტიკაზე დავიწყეთ რაღაცა შევამცირეთ რაღაცები სოციალურ ხარჯებს საერთოდ რაღაც გავწდებით, ხო? ამიტომ აი ესეთი ეს შემოგვია ყველაფერი ერთმანეთთან, ხო? ხო, რა თქმა უნდა. მაშ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და პირიქით დიდი მადლობა შენ და იმედია ვასო და აბა ჯერჯერობით.